მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია პოლიტიკური კვირა, მე მისი წამყვანი შავლე ჭყოიძე გახლავართ. გასული კვირის განვითარებულ მოვლენებს მივიხილავ რამაზ შალიგავასთან ერთად. ინჟინერი საზოგადო მოღვაწე. მოგესალმებით ბატონო რამაზ. ბატონო რამაზ, სანამ პირველ კითხვაზე გადავალ, ერთ თემას უნდა შევეხო, რასაც მთელი 2 წლის განმავლობაში ოპოზიცია გაჰყვირის, რომ თურმე ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ ყველაფერს, რასაც ითხოვს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა, ყველა საინტერესო ფაქტი იცი რა არის, რამაზ ბატონო, ის რომ ახლანდელი პრეზიდენტის ტრამპის ადმინისტრაციამ ის ელაპარაკა, რასაც ჩვენი ხელისუფლება 2 წლის უკან ამბობდა ამ მომენტისთვის. და სასაცილო არის სატირალი რომ არ იყოს დღევანდელ მომენტებიდან გამომდინარე ეს ყველაფერი. თქვენ რა სიტყვით, მოკლედ და დავიწყოთ მე. ჩვენი პრემიერი იყო ბატონი ღარიბაშვილი. დანა რომ უკანაში ომი არ დაიწყებოდა თუ ანა ვიტყოდა ნატოზე უარს. ხო. და ესია მთელი ევროპა, მთელი ოპოზიცია აშუაში აქ ნატო და ხო კაცი გამოვიდა გუშინ ტრამპის 10-15 წლით გადაიდო ნატოზე ლაპარაკიო. სათუ არა უკაც თქვა კაცმა რომ ნატოზე ლაპარაკი ზედმეტიაო და მე შეასწორეს და 10-15 წლით მაინცოდა. ხო თქვა მაშინ ბატონო ღარიბაში მაგრამ ყველაფერი დაიწყო იქიდან რომ უკრაინა მოინდომო ნატოში შესვლა. კი ბატონო. ო სიმართლე ყოფილა. მე ახლა უდიში მოვყავდა ვიღაცა ვინმე ახლა ბატონი რაკლის. ნატო კარგი რა, ვინ რას მოუხდეს? მე მისცეს ყველა ჩვენი პრემიერის ეხანდრის უმაღლეს ლაპარაკობდა, ხალხი მაგას ლაპარაკობდით რომ ნატოა ყველაფერი და მოტყვა საკენგი დაუყარეს საწყალ უკრაინელებს და ამ საკენს სამართლიანად მოგვეჭრა თავი. ჩვენც და იმასაც რა ქვია, უკრაინელებს. და კი რაღამ ჩვენც შევყავით. კი 2008-ში ნატო იმაში და ისე სხვათა შორის 2008 წლის მოვლენებიც ზუსტად მაგნატოთი დაიწყო. ნატო დაიწყო. მაპის გამო რო დაიწყეს. ასტრანტობა რომ თუ ასტრაულ მაპჯობი ასტრანტობა და გადავაღოლეს გრაღავზერდა. მოკლედ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე გადავალ პირველი კითხვით, ეს არის ყველაზე საინტერესო თემა და მე მივესალმები ჩვენი ხელისუფლების მიერ წამოყენებულ ამ ინიციატივას, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინათ უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გაახმოვანა, ეს არის წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების საგამოძიებო კომისიის შექმნა არსებული ხელისუფლების მიერ. და ამას მივესალმები მე და ყველანაირად მხარს უჭერ ხელისუფლებას ამ თემასთან დაკავშირებით იმის გამო, რომ ის ხალხი, ვინმე ჩვენი ქვეყანა 9 წლის განმავლობაში აწამა, სისხლიღვარა, უდანაშაულო პატიმრებით ციხეში ამყოფა, იქ ამოხოცა უამრავი ხალხი, ვინაც 2008 წლის მოვლენებზე იმოქმედა, ზეგავლენა მოახდინა, მერე ისე ჯარისკაცებისა და ტოლვილების, დევნილების ხარჯზე ცხოვრება აიწყო, ჩამოწერილი იარაღით მილიარდები იშოვეს. და კიდევ გავიმეორებ, უამრავი უდანაშაულო ადამიანები ქუჩებში ჩაცხრილეს. მე ახლა აღარ წამოვყვები იმ თემებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრია. გამონაკლის მაინც დაუშვებ. ეს არის ჩემი იყო ლექტორი გურამ შარაძე, მოულოდნელად მოკლეს სრულად უდანაშაულო. ასევე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია. ასევე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა შავი ზღვის აკვატორიის მაშინდელი სარდალი სიკვდილამდე ვიცე-ადმირალი და სიკვდილის მერი ადმირალი ზურაბ გიგლა ირემაძე. ასევე ჩაცხრილეს სერჟანტი როინ შავაძე. ასევე ჩაცხრილეს გიაკრიალაშვილი, პოლკოვნიკი გიაკრიალაშვილი. ციხეში მოკლეს პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და აგერ კიდე უამრავი ხალხი გირგულიანი, რობაქიძე, ვაზაგაშვილი და სხვა ვიღაცები. აი ამ დანაშაულების გამო შემოძვირფასო ტელემაყურებლებო, ძალიან კარგია რომ ეს საგამოძიებო კომისია იქნება პარლამენტის მიერ და თქვენ როგორ შეაფასებთ ბატონო რამაზ აი ამ ყველაფერს? გვიანებთ და რაც დროს დაგვიანდეს ამბავი. მე უფრო კი რაც თქვენ ჩამოყალიბეთ, ასე გებია, მაგრამ მე უფრო რა მაინტერესებს ესეთი ბატონო შავლე. ვინ იყო ის ვასკასი და ვინ გააკეთა ეს ამბავი, რომ ბატონო განსაკუთრებით გაუქმებული სამხედრო ავტონომიური ოლქი აღადგინა. მაგ პერიოდში დღევანდელი ლენინგრადის რაიონი ჩამოაშურა ბატონო გამსახურდიამ ოფიცერად და შეუერთდა გორს. კი ბატონო, დაარქვეს ახალგორი. ახალგორი დაარქვეს. ვინ შეუერთდა ეს სამხედრო ავტონომიური ოლქის ტერიტორია აღადგინა, რესპუბლიკა აღადგინა? ვინ ჩაატარა მან თვითონ საპრეზიდენტო არჩევნები? ვინ დაშვა ახალგორში თვითონ პრეზიდენტი და თვითონ პარლამენტი გააკეთა? ვინ აღადგინა საქართველოს კონსტიტუციის სამხედრო ავტონომიური ოლქი და სიტყვა სამხედრო ოსეთი, როგორც ასეთი სიტყვა, ვინ აღადგინა სამაჩაბლოს ვამბობდით ჩვენ პრეზიდენტის ბრძანებით და ვინ შემოიღო სიტყვა სამხრეთ ოსეთი. როგორც ეხლა ვამბობ ჩვენს სამხრეთ ოსეთი და
თუ არსებობს რუსეთი, არსებობს სამხრეთიცო, აი ეს კი ბატონო. ეს ჩაუშვიდეს და მთელი ევროპა ვაძახეს საქართველოს. ვინ ქნა ეს ამბავი? ეს საკითხი, მეორე საკითხი. ეს ერთ საკითხი. რა იყო აქ თავი ეს მაინტერესებს, რა თავი იყო აქ დამარხული ამ საქმეში. მეორე საკითხი მაინტერესებს. როდის ერქვა ზემო აფხაზეთს, ზემო ყოდორის ხეობას, ზემო აფხაზეთი. საერთოდ აფხაზეთთან რაიმე შეხება რა საქმე ქონდა? მის მერე. კი ბატონო, კომუნისტების დროს ეს შედიოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულ ჯგუფში შედიოდა, მაგრამ იყო ზემო სვანეთი იყო. კი ბატონო. ყოდორის ხეობა იყო. კი ბატონო. აფხაზ მაგი დამკომპიუტერო ყოფილი აფხაზეთის მოდიოდა, ხეობა იყო ზემო სვანეთი. არა ბატონო რამოს ბოდიში ჩაგისწორებთ. კომუნისტების დროს მე წაკითხული მაქვს რომ შედიოდა და სხვათა შორის გამსახურდია მას ისე დატოვა ისა. ეს იყო სამეგრელო ზემო სვანეთი. სამეგრელო ზემო სვანეთი. სვანეთის შემადგენლობაში შედიოდა ოღონდ ზემო სვანეთისაში. ხარით მე ვარ მის მერეც ომის მერეც რომ სვანემა დაიცვეს და არ შემოუშვეს აფხაზები და რუსებმა და მან გაფორმდა ხელშეკრულება რუსებს, აფხაზებს და ქართველებს შორის რომ კი ბატონო ასე დადგნენ სვანები იმ პირობით შეწყდეს ომი მანდ რომ დადგებოდნენ მარტო ადგილობრივი მოსახლეობა შეერაღებული პოლიციას ძალით ადგილობრივი ძალით და იქ არ იქნებოდა თავდაცვის ძალები. კი ბატონო. ამის არ შეეხებოდა რუსები ამას და დატოვეს სამშობლო ძალების სამშობლო ძალები არ იქნებოდა მანდა. მეტი სამშობლო ძალები აფხაზეთში ხო იდგა, იქ არ დააყენეს, იმიტომ რომ ეს კანონი შემოიღეს სვანების ძალებით. გვინის სვანებმა დაიცვეს იქაურობა, ხო? რა თქმა უნდა. ვინ უამრავი მებრძოლია მონადირესი დაღუპული. ვინ დაიყვანა, ვინ გააუქმა ეს მონადირე ადგილობრივი? კი ბატონო, ემზარკვიციანი რო ხელმძღვანელობდა. კი ბატონო, ნორაკვიციანი პატრიოტი ხალხი, ქვეყნის თავადებული ხალხი, ვინ დაშალა ესენი? ვინ აიყვანა მან შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვალები? ვინ აშენა მან თვითონ პარლაისა აფხაზეთის ხარობა მიაწერა და აფხაზეთის თავრობის წარმომადგენელი დასვა იქ აი ეს აფხაზეთს ავიღე და ხორაფხაზეთი ჩემი არისო. ეს ავანტურა ვინ მოაწყო? და ვინ ჩააბარა ყოდრის ხეობას თქვენ გაუსულოთ კიდევ. და რამდენი ათეულობით, ასეულობით ტექნიკა აყვანილი, ატანილი ყოდორში ჩააბარეს ხელმძღვანელები რუსული, ამერიკული ტექნიკა ჩააბარეს რუსებს. რუსებს უფრო არა აფხაზებს. კი ბატონო. მაგრამ ყველაზე მთავარი ბატონო. ეს ხო ეს ღალატი იყო, ეს ხო წმინდას ტყვია გაუსწორდა. რატომ ხნეს ეს და ვინ იყო ამის თავი და მაგის თავი და თავი, იცი ვინ იყო ბატონო რამაზ? მაგის თავი და თავი იყო ის პრეზიდენტი, რომელიც დღეს ვივამეთში ყავთ გამოუწყრეული და სასტუმროში ნომერი მოუწყოს ყველანაირად და მშვენივრად ერთობა. და ამაზე მე ხელისუფლებასთან არაერთხელ მქონია შენიშვნები და პირდაპირ ვაცხადებ და კიდევ გავიმეორებ ზურფასო ტელემოყრებულ მაგკაცი პატიმარი თუ არის გადაიყვანეთ გლდანის ციხეზე და იქ მოიხადოს სასჯელი ან გაუშვით რუსთავის ის არა ქვია სამართალდამთავრთა კოლონიაში და იქ მოიხადოს სასჯელი ან კიდევ ბატონო შავლე ბოდიში დავამთავრე რაღაცა მომივიდა რაღაც ხო არ დაგავიწყდეთ ბატონოს და რაც ყველაზე მთავარია მაგკაცმა 2004 წლის აგვისტოს მოვლენების წინ გააუქმა სამხედრო პროკურატურა ძვირფასო ტელემაყურებლებო თავად გააუქმა სამხედრო პროკურატურა კონსტიტუციით კი არა თავისივე ბრძანებით ანუ რას ნიშნავს ის რომ მისმა ხელისუფლებამ რაც დანაშაულები ჩაიდინა აი ამ 9 წლის განმავლობაში ვერც ერთი სისტემა ამ საქმეს ვერ გამოიძიებს პარლამენტის გარეშე თორე აქამდე იყო ესეთი კანონი სამხედრო პროკურორს რომელიც იყო გენერალური პროკურორის მოადგილე უშუალოდ ევალდებულებოდა სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული, რომელიც ითვალისწინებდა ღალატის მუხლს, გამოეძიებია მათ. ასევე გამოეძიებიათ სამხედრო დანაშაულები და გამოეძიებიათ საზღვარზე არსებული დანაშაულები. ეხლა ვეღარავინ ვეღარ იძიებს მაგ დანაშაულებს პარლამენტის გარეშე. მიხვდი რას ბატონო რამას? ყველაფერი გაინახდეს. ამოიღოს ღალატის მუხლი. თუმცა საინტერესო ფაქტი რა არის, იცი? უამრავი პატიმარი იყო ზურფასო ტელემაყურებლებო 2005 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ციხეში მყოფები, რომელსაც ჰქონდათ სახელმწიფო ღალატის ბრალი. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ კონსტიტუციიდან ამოიღეს და სისხლისამართლის კოდექსიდან ღალატის მუხლი, თუმცა ასამართლებდნენ მაინც ღალატის ბრალდებით, ხვდები? და გვიტყვი, აი იყო ასეთი პიროვნება, აი სახელმწიფო ღალატის მუხლი ჰქონდა წაყენებული, ეს იყო ვახტანგ მაისაია უსაფრთხოების საკითხებში თავდაცვის უსაფრთხოების საკითხებში ჩეველი. ასევე იყო კობა კობალაძე, ასევე ჰქონდა მას რა ქვია, გია კრიალაშვილთან ერთად მყოფ მუხროვანის ბიჭებს სახელმწიფო ღალატის ბრალდება და კიდევ უამრავ ფოტოგრაფებსაც ჰქონდათ, იმიტომ რომ 2007 წლისა და 2011 წლის მოვლენები ასახეს და ყველა გაიგო.
რა? ადრესანს ფაქტურად მაგასაც მაქონდა წაყენებული. აქედან გამომდინარე, იცი რა საინტერესო ფაქტი რა არის, იცი? მე იმას ვამბობ, კაცო, როგორ იყო ის არა ქვია, როგორ გასამართლდა ეს პატიმრები? ღალატის გამო, თუ მუხლიდან ამოღებული იყო ღალატი. კითხვა მაქვს. და ცხონებული სერგო თეთრაძე ბატონო რამას ისა აწამეს მხოლოდ იმის გულისთვის, რომ არ მოაწერა ხელი ღალატის აღიარებას. და სასიკვდილოდ გაიმეტეს. მე ვიცნობდი ძვირფასო ტელემოყურებლებო სერგო თეთრაძის მაშინდელ ადვოკატს. ბოდიში ვიხდი რომ გარდაცვლილია ის ქალბატონი. მაგრამ მას ერთი უცნაური რაღაცა აქვს მოყოლი, როდესაც შესულა მასთან საკანში ესეთი რაღაცა უთქვამს, რომ უთხია რომ მაინც მოაწერე ხელიო რა. და გადარჩებიო რაღაცაო და იმას უთქვამს მეო ხელს არ მოვაწერო ჩემგან მოღალატი არ გამოვაო და მე მაშინ მოკლავენო და რა მაგარი სიტყვები აქვს ისე რა თქვა ბატონო რამას მე და სიკვდილი იმ დღიდან მეგობრობთ რა დღესაც პირველად ფორმა ჩავიციო ეს უთქია ხო ეგ უთქია და თავი გაწინა სერგო თეთრაძემ პოლკოვნიკმა ჭაღარა პოლკოვნიკმა აი ამის გამო ხო უნდა აგონ კაცო ბოლოს და ბოლოს დანაშაულზე პასუხი ამ ხალხმა აქამდე აი მაგას ხსენი ბატონო რამას რომ მუხლი ამოიღეს ღალატის მოხლე ხვდები? ბატონო შავლი, ერთი რაღაცა კიდევ იურის მასიკითხებით რა. სამაჩაბლოში იდგა სამშვიდობო კონტინგენტი, ხო? კი ბატონო. ეს შემადგენლობაში იყო ქართველები, რუსები, ადგილობრივი ოსები და შევანაძის დროს კიდევ შემოიყვანეს სამშვიდობოები. არა, თქვით, სამშვიდობის შემადგენლობაში იყო ქართველები, ადგილობრივი ოსები, რუსები და ჩრდილოეთოსები. კი ბატონო. ეს იყო. და ყოველ 6 თვეში ერთხელ მიდიოდა ამის განახლება. კი ბატონო. ახალი მანდატის მიცემა. კი ბატონო. გადახალისების პრინციპი. ახალი მანდატის. ერთ-ერთ მხარეს ეთქვა არა ბატონო არ მინდაო ეს სამშვიდობო მანდატი უქმდებოდა. რა თქმა უნდა. ეძრა. აი თუ მე უნდა ვკითხო იმ ძველმთავრობას და ამ ახალ წასვლას. რატომ ხო შეიძლებოდა რომ სანამ სამხრეთ ოსეთში ავანტურა წამოიწყებდნენ გაგუშო რომ ოფიციალურად გაგუქმებია მანდატი რუსებისთვის. სამშვიდობო მანდატი ხო? კი. არავითარი მის მერე არავითარი იურიდიული უფლება რომ რუსები გადაებიან თქვენო სამშვიდობოებს ესოლეთო. ხო. თქვენო დაარღვევს რაღაცეებიო. ეს ხო მათ რო გაიქმებიათ ხო არავითარი იურიდიული უფლება არ ექნებოდა რუსეთს ლაპარაკის. და უკვე ექნება ხვის ტერიტორიაზე შემოჭრა და ოკუპაცია ხო. კი ბატონო. ეხლა რუსია ამბობს მე მიწერია ხელშეკრულებაში რომ როცა საფრთხე შეექმნება სამშვიდობო კონტინგენტს ხვის ტერიტორიაზე მე უნდა დავეხმარო სამშვიდობო контингентს. დავიცვა ჩემი სავალდებულო სამხედრო ჯარი. ჯარი ეს უწერა მაგალითად შემოვიდი რომ დავიცვაო ჩემი სამშვიდობო контингентი. კი ბატონო. რომელიც საქართველოს ნებადართო თანხმობით იდგაოს სამხედროს. რა თქმა უნდა. ეს ატო არ გაუქმდა. ეგ მაგათაწყობდა და იმიტომ არ გააუქმდა. რატო ქართველებმა ატო გააუქმეს ეს? სანამ დაიწყებოდა ზავანდრო ხო და რა ხდებოდა? თუ ამათი თავი არ ურევია რომ ხედან. რატომ არ გაუქმდა ეს? მის ხო არავითარი წერტილი ხო არ იქნებოდა რუსებს სალაპარაკო თემა ხო ამოწული იქნებოდა იქნებოდა სულ ოკუპაცია იქნებოდა ხო? დღეს სხვა რაღაცა დებენ რაღაც ერთი ამბობენ მეურს ამბობენ თქვენ დაესხეთ თავზო და თავზო სამშვიდობო დაიღუპაო რაღაცა შემოვედიო ხო? მაშინ ასე იტყოდა. ვერაფერს აღარ იტყოდნენ მაშინ. და კიდე რას ბატონო რამას მე ერთი რამე მინდა ძვირფასო ტელემოყურებლობ თქვა 2008 წლის ომი დღესდღეობით რომელმა მხარემ დაიწყო ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი ის არის რა დანაკლისი მივიღეთ ჩვენ ამ ავანტურის შედეგად. რა ზარალი მოვაგვაყენეს ხელისუფლებას 20% ოკუპირებული აქვს რუსეთის შეერაღებული ძალების მეშვეობით ავტონომურ მხარეებს და პლუს ყველაზე მთავარი ბატონო რამას ყველა რო 2008 წლის მოვლენებს გაყვირის. აი კითხო ერთი რაღაც უნდა ვთქვა. ხო გაყვირიან 2008 წლამდე 2004 წლის მოვლენები ხო იყო? ავანტურა ხო იყო? აი იმაზე ვამბობ. იგივე ფაქტი ხო იყო? აი ბატონო მეთქოთ რა. მიხდი რას ვამბობ ბატონო რამას? რადიოუნები ხარ ვამბობ ახლა მე. როცა ბატონო შევანაძის დროს თბილისიდან რაჭაში ავტობუსები ცხინვალე დადიოდნენ. კი ბატონო. ხო? კი. 2002-3 წელში ბატონმა შევანაძემ რუსეთთან დაელაპარაკა და გალის რაიონში დააბრუნა ტოვილები. კი ბატონო. კი ბატონო. ბატონ შევანაძის დროს გალის რაიონში ჩვენ მოსახლეობა მანდეს თავისუფლად მოდი და აფხაზი გადმოდოდა და ურთიერთობა ჰქონდა. რა თქმა უნდა. მე სამყოფი ვარ ცხინვალით გავლით რაჭაში. მე დავდიოდი
ერგინეთის ბაზრობაზე და ოსებით ჩამოდიდა უკვე ჩვენ ვიგდებოდი ფაქტურად შერიგებულები არ ვიყავით? მაგათი თარობის ხალხი ჩამოდიოდა ხა და ჭირი იყო, ხილი იყო, მისვლა. რატო აფხაზები არ იყვნენ? არ ჩამოდიოდნენ? მისვლა ქონდა ჩვენა. აი, ვის არ აწყობდა ეს ამბავი? იქნებ დაიწყო ჩვენი სიტუაცია რა. რა რა თუნდა ამას ბევრი ლაპარაკი ხალხო რომ რაც ეს იყო რაც დიდი ამბავი რაც უკრაინაში ხდება დღეს. იმის მცირე ამბავი იყო 2008-ში. კი ბატონო. და იმისი კიდე მცირე ამბავი იყო 2004-ში. ხო. შევარდან ეს მასე თავდაცვის მინისტრი. ოქროაშვილი იყო. ოქროაშვილი და ბაზრობ დაკედა და რუსეთს თვითონ ვერაღეთ და თვითონ ხალხი გაგაჭირდა და პოლიციამ დაიჭირა ჩვენი და ავანტურები და ავანტურავი ახალგაზრდა ბიჭები ჩახოცეს პოლიციელები საზღვარზე მაშინ. ავანტურები და გადაიმტრიეთ ასები გადაიმტრიეთ აფხაზეთში და ის არა ვინ გააუქმა ერგრეთის ბაზარი? მე ვინ ჩაკეტა როკის გვირაბი? აიც რა ხო ვიცით ეს ყველაფერი რა რაც ხა უკანაში ხდება რაც ხდებოდა იყვმესი და როგორც ავანტურად რუსეთს დაადაგეს და გადაგეთ ჩვენ ცხილოდა გადავეთ რა თქმა უნდა ეგრეა ასე არის ხო კი ბატონო რუსე იქ დანაშაულებია არც რუსები არის არც ჩვენ ვართ დანაშაულებია როგორც დასავლეთი ის აღმოსავლეთი და ჩვენი მაშინდელი ხელისუფლება ყველაზე დიდი როლი მაგათმა ითამაშა როგორც ეხლა არის უკრაინაში არაუკრაინის სულის ხელისუფლება მაშინ საქართველოსი იყო არაქართული სულის ხელისუფლება ბატონო ერდოღანი არ მოაწერა ხელი და რასაც მოიყვანეს ამ რასაც არაკეთებდა ედუარდ შევარდნაძე ის გააკეთებიეს ამას გამკეთებელი ვინც იყო ეს რა თქმა უნდა ორიდან ჟვანია თუ და გაუძალიანდა და ის გაურკვევლობაში რა ვიცი ხა ერთი ამ საკითხზე ვიტყვი რაღაცას გულში მაგდა თუ არ შემიძლია ათო ფებრიერი ჩამოვიდა ხო? ხო. და ვერ გამოიძიეს რა მოკლა ჩვენი პრემიერი. აი როგორ ეს? აი 100 წლის მიცვალებულს დღეს შეუძლია გაიგონ, რითი გადაიცვალა ხო? არა. რითი გადაიცვალა? ბატონო რამას. თქვენ კარგად იცით რომ მე პროფესიით კრიმინალისტი ექსპერტი ვარ, იურისტი და საკმაოდ კარგად ვიცი ბატონო რამას ის რომ ადამიანი 100 წლის კი არა, საუკუნეების წირო იყოს გარდაცვლილი, იმ დონეზეა ტექნოლოგია მისული. იმას არ კვენ. ეხა ჩვენი პრემიერი ითი გადაიცვალა მაშინდელი ამის ფებება ვერ დადო დაწყვნა. არა, მე კი სხვა კითხვა შეგიტრიალებ. არა, შვენივრად დაიდო ყველაფერი დასკვნა, მაგრამ მე კითხვა მაქვს ძვირფასო ტელემაყურებლებო. რატომ მოკლეს სამხარეულის ექსპერტიზის მაშინდელი ხელმძღვანელი, იმ ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი, რომელიც დღეს სამხარეულის რატო ქვია ეს ლევან სამხარეულის ექსპერტიზის ბიურო 25 წლის ლევან სამხარეული გაურკვეველი ვითარებაში რატო ამოკლევინეს ჯერ მის თანაკლასელს და მე იმან როგორ მოიკლა თავითანაც ორი იარაღით ერთდროულად მე ამ კითხვას დავით მჭედლიშვილს რატომ მოკლე მე მაგ ბატონო რამას ბოდიშვილი ხთი მაგ საქმესთან შეხება მქონდა მეტნაკლები და იმიტომ კითხავს რატომ და მოაკვლევინეს თუ მოიკლა თავი იმ პიროვნებამ იმ დავით მჭედლიშვილმა უიარაღით ჯერ ერთი ვერ გავიგე კაცო ერთი იარაღით გულში დაიხალა მეორე საფეთქელში როგორ შეიძლება ორი ვერდროულად რო გაისრულოს ადამიანმა და მე კითხვა ყველაზე საინტერესო რა შეჭირდებოდათ ლევან სამხარეულის მკვლელობა იმაში რომ იმ კაცმა იცოდა ყველაფერი სინამდვილეში რა და როგორ მოხდა მიხვდები რასვლა ბატონო რამას ეს რომ ადგილობრივი ხელისუფლების გაკეთებული არ არის და ამათი დონე არის ფაქტი არა ეგ ფაქტია კი ამათ არ ყავდა მაგარი სტრუქტურები ბატონო ხელისუფლებას ყავდავი რომ ეს ამი შეედინა ეს გაკეთებულია წინათო ვახსენე მე კი მათქა კი ბატონო არ არის ასე არ არის რა თქმა უნდა ეგრეა იმ სპეცდანიშნულების ხარჯზე გაკეთდა იმათმა როგორც ბატონი ბადრი ეროვნული კაცი როგორი კაცი გაურკვეველი ვითარებაში 200 კაცი იცავდა სკოლოდიანდი ლონდონში ხო და გაურკვეველი ვითარებაში გული შედევით გარდაიცვალა აი რა სისულელი ეს მოიშორა კი ბატონო და აი ხარ ვახსენე მაგდონიც არ იყო აი კიდევ ვახსენე უშრობა არ იყო და კიდევ ბატონო რამას ბოდიში მოვხდი მე წეხან ვახსენე ზურა გიგლაირემაძე შავი ზღვის აკვატორიის მაშინდელი ხელმძღვანელი გაურკვეველი ვითარებაში სიანიდით გარდაიცვალა ამას აკეთებდა უცხო. ოღონდ ოინციანი დიდ გარდაიცვალა, მაგრამ საქმე სხვა რამეშია. ეს ინფორმაცია გავრცელებული არ იყო უბრალოდ ამ ბოლო პერიოდში გამომჟღავნდა, რომ ციანიდის გაყოფილა გარდაცვლილი. სინამდვილეში გულის შეტევით არის მითითებული. მე კითხვა მაქვს ზვირფასო ტელემაყურებლებო, კარგი ის ადამიანი გარდაიცვალა 40-მდე მისი სიძე, რომელიც მისი მარჯვენა ხელი იყო, რატო დაიღუპა ავტოურიაში გაურკვეველი ვითარებაში? ქალიშვილის ხმარი. ამ ყველაფერზე არავინ არ ლაპარაკობს. ადმირალი, რომელიც ბოდიში რამას ბატონო, ადმირალი, რომელიც სოჭიდან ტრაპიზონამდე მთლიან შავი ზღვის აკვატორიას აკონტროლებდა. ამას ხაზერ ლაპარაკებით, ამას ვერ გამოვიძიებთ რა. ვერანაირად ვერ გამოვიძიებთ. ერთხელ გაკეთებული.
ხო, მაგრამ ყველაფერს ხომ უნდა გაიცეს პასუხი. ქვეყანა გადაყვეს მაგას კიდევ ლაპარაკს. არა, მაგას ლაპარაკზე არ ვლაპარაკობ. საბოლოოდ რასაც დასაწყისი აქვს, იმას დასაცული ხომ უნდა გქონდეს ბატონო რამოს. იმ ხელისუფლების ჩადენილი კარგი, თქვათ არ არის. მაგრამ იმ ხელისუფლების გარკვეული ნაწილი ხო იმათი დასმული იყო და იმათი ხოლმოძრმონები იყვნენ. კი ბატონო, იმათი პასუხისგებლობა ხო უნდა იყოს. იმათი მონები იყვნენ, იმათი. იცი რას ვამბობ რამოს ბატონო? იმათი დასმული ხო პასუხისგებლობა ხო უნდა შეეხოთ მათაც. მაგრამ მიხვდი რას ვამბობ? ძვირფასო ტელემაყურებელი. ვინ შემოიტანა, ბოდიში. ყველაზე ცუდი და სიტყვი კაი გადაცოლა. აი, ვინ შემოიტანა საქართველოში ახლანდელი საგანმანათლებლო სისტემა. და იცით ეგ საგანმანათლებლო სისტემა რომელია? ხო, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუნის სინდრომით ამონტყოფ ბავშვებს ასწავლიან. რას გავს ეს და ვინ შემოიტანა ეს სისტემა და ან შეუსწავლი რა გახდა ხალხო ეს სისტემა რა? კანონი აქვს მიღებული, ვერ შეცვლია. რა გახდა ეს სისტემა? საქმეც მაგაშია რომ არ სულიან. იმიტომ რომ საქმე რა შეიცი რამას ბატონო. იმაშია რომ განათლების სისტემაში, განათლების სამინისტროში ისევ ნაცები ზიან. ყველა სამინისტროში უმრავლესობა ყოფილი ნაცები ზიან. ფერშეცვლილი ნაცები. 10,000-მა მასწავლებელმა შეუგლოვებია ლარნახევარი გულული მასწავლებელი რო არის. ხო. იმის დააჯარიმეს ის ხალბატონობა ციხეში იმას დაუჭირა მხარეთ რაღაცა. ხო და დააჯარიმეს მაგის გან. ლარნახევარი 10,000 მასწავლებელი გმირი გახდა, გმირი ეს კანონი გმირი არა. ჩვენ გეშოლება რა მე? არაფერი. ამდენი აგენტი, ამდენი ტერი ქვეყანას ყოლია როდესმე? არა. არა მგონია. 90-ში ამდენი ტერი რა ყავდა ჩვენ? არ ყავდა და არც გვეყოლებოდა. მაშინ კაკები მუშაობდა ჩვენ წინააღმდეგ. და ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატები, ევროპის უსაფრთხოება და პარალელურად კიდე ვინ მუშაობს, ისის გასარკვევია კიდე დამატებით მესამე. ხო წარმოგიდგენია როგორ სიტუაცია? ამონდი რაღაცო. ჯაფარიძე და ღვარამია გასვე გაუკეთებია და ევროსაბჭოში ქუჩი გამოჭედა, იმა დაწერილი სია ჩამოწერეს მოსახ სახელდა გვარი ხალხის. ხო. და იმით ჩამოწერეს სახელდა გვარი სანქციებს ევროსაბჭო სანქციებს იმათ ჩამოწერილზე? არ ვიცი. გვარამიას ისი საქმე რა შეიცი რამოს ბატონო? ისი ან ტელევიზიის თანამშრომლები რო დაშავებთ. ან პირველი არხმა დემოკრატიული არის? არა, უყური ამათ გართულება აქვს. საზოგადოებრივ მოწყობილობას არ უთმობენ ეთერს. მაგრამ პრეზიდენტთან? ხო, რა თქმა უნდა, მაგათანა გართულება. აბა? უჭგენესი გაციგეთ. შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ ბატონო რამას. დროის ფორმატიდან გამომდინარე. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ახალ კითხვას დავსვამ, ეს არის ოღონდ გავაერთიანებ ფორმატიდან გამომდინარე. ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ამერიკის მსგავსი კანონი, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო, ეს იყო საზღვარგარეთიდან სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით, ფარას კანონი რო უწოდეს. იგივე კანონის მიღება დაანონსდა საქართველოს პარლამენტში და ამავე დროს პარალელურ რეჟიმში დაანონსდა ეს არის მედიის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც უნდა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა. თქვენ ამ ორივე კანონთან მიმართებაში როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს? ნუ მე აი უნდა თქვა ბატონშალე რა. ამ რას კანონის მიღებას უნდა თქვა. რა გუშინმა ხო მომხრება როდესაც მან რას უნდა თქვა რა. თუ ეხლა შეიძლებოდა ფარას ამერიკას პირდაპირ კოპირება გადმოტანა. კი ბატონო. მაშინ რომ მივიღეთ ის მაშინ რომ გადმოკოპირებია ეს კანონი რა. ხო. ამას ხო არეულობას ხო ავწდებოდით კიდე. კი ავწდებოდით. აბა რა იყო ეს? ესეც პოლიტიკური თამაში გამოდის. რა თამაში გამოდის კაცო? ორი თვე ქალაქი დავრეწეთ ყველაფერი იმ კანონის რუსული კანონის გულში და. კი ბატონო. თუ ეხლა უკან გაგვაღეს კანონი. ფარა შემოგვაქვს. ის ფარა მაშინ შემოგვეტანა? მაშინ შემოგვეტანა და დამთავრდებოდა მაგით ყველაფერი. რატო ძალიწევთ ამ ხალხს თქვენ და რეგევიგებ ვწდით? ახლა სასტელი ინკუბატორია ეს საქართველოს თუ რა ხდება გამაგები? და გამაგები არ მესმის მე და რეგევიგე რა. ან თუ ეს ეს კანონი რო არის ლონდონიდან ჩამოვა ინგლისური კანონი ხო ამის შემოტანდა შეიძლება მამდე შემოგეტანა ეს სანამ კაცი გამოდის და რას პირში მოვა ყველაფერს რო ამბობს რა თქმა უნდა ეს თუ შეიძლება და მამდე რატო არ შემოგვიტანეთ ხალხო რა ხდება გამაგებია კაცო მე არ მესმის და ვისაც ესმის იქ გამოვიდეს და თქვას რა კაცო რასაც ვამბობდით ჩვენ იგივეს ამბობს ახლა ამერიკა კი ბატონო ეგრეა ეხლა კიდევ მე მაგ სანქციებს კაცო ვერ გავიგე ხილს სანქციებს რასაც საქართველოს ამბობენ ხალხო ჩვენ გიტყვებენ ომში ჩვენ ათხოვულებენ აქ რუსეთის სანქციებს კაცო თქვენ არ იყავით რომ ჩატურინოსი დანიშნეთ უკრაინა უკვე თბილისი კიევიო და ხალხები გაუშვიდო
ხელობოდისია ქუჩაში არ და ევროპა არ თხოვობდა. კი ბატონო ითხოვდა. როცა უარ უთხარი ჩვენ მაშინ ხო გამოვაგდე ჩვენი ელჩი ამ მიზანზე. კიევიდან დაუშავა საქართველოს ელჩმა უკრაინის უკრაინა და ბელორუსის ელჩი მან დარიგა თუ და. საქართველოს გამოვაგდე რომ თბილისი არ დანიშნა ჩატონისი თბილისი კიევიდან და მოხალისე ვერ გაუშვა. მეორე გამოდიოდა რომ ჯაველინი გვაქვს არის რაღაც მამასის ხდა მაგი მოგეციო. კი ბატონო. იარაღი ვერ ეკონდა კაცო შენ მთელიობა ეს გადიდა. აქედა იარაღი რომ მიგეცა თქვენთვის ეს ხება პოლიტიკური საქმე რომ საქართველოს აწვდის იარაღს უკრაინაზე და რუსეთი რაც გვიზამდა კაცო. ომში ჩათრევის პრინციპი იყო. ეს რა მეგონ არის იმათ ნატო იცავ ჩვენ ვიგიცავდა კაცო. თუ პოლონეთი აძლევს იარაღს უკრაინას პოლონეთი ნატო იცავს და მე რომ მეუბნები შენ მიეციო ერთი თოფის რომ იმეცა რუსი ბაბადიებდა კაცო. მე ხო დაუცველი ვარ ბატონო. თუ ჩემი დაცვა გინდა და შემოი დამიშავი კაცო და შემოიყვანე ჯერ და ფაკეტი ამას არ არა ბატონო რამას აბა რა გინდა ჩემი იგივე ფიკეტე რატო როგორ არ მოკლა ჩვენი გულისთვის რატო აქეზებს როგორ აქეზებს მურადა როგორ ამაგი აქეზებს მურადა აქეზებს უკრაინა და შეაკლეს და ეხლა არაფერიო არ სატოში მიგიღებთო ი ტერიტორია დაივიწყოთ მაშინ და აღიძეთ უკრაინა ფული გაკეთდა ბატონო რამას დიდი ქვეყანა დაგუბეს ბატონებო რა ფულის ხარჯზე იგივეს გვიგეთებთ ეხლა ჩვენ ხო იგივეს გვიგეთებთ ჩვენ და ჩვენ ვიხმარე და ეხლა რა გვიშვებით კაცო ეხლა ჯანდებას იმად ვიცით არის ამ ქართულებს დაჭერს კაცო შეესწრამ დააბნელათ ამათან დაუბნელათ თვალი ვერ ხედავ რა ხდება ვერ ხედავ რომ მოგარი და უკვე ტრამპი და პუტინი და უკრაინა მორჩენელია რა ბაზარი კი ბატონო ის კი რა აი მაგ თემას უნდა შევეხო 100 მილიარდი მოგეციო და 500 მომეცი აქეთო კი ბატონო вообще კითხულობენ არა დაძრობა ზარწუკენას მიზნახარ შენო. დახოლ მილიონი კაცი მოვდა უკრაინა ლაკაზ და ბიჭები მაგის სადავიყარო დგას. ეგ არავის არ აინტერესებს. როგორც არის 580 ახალგაზრდა ბიჭო ჩავაწუნე ჩვენ და 500 კაცი გადაგდო 2000 ბაჟი და ის ბიჭი. კი ბატონო. არ როგორც არ აინტერესებდა ისე არ აინტერესებდა. ani ქალაქები ნახე ქალაქები გადაგზავნა გადაგები რუსული. კი ბატონო. ქალაქები. იქ ის ხო აშენებულია, იქ ხო ხალხი ცხოვრობდა. ან ვინ დათვალა ამერიკაცია მუდარი კაცო. იმის გაწმენდას და გასუფთავება ჯერ ერთი საუკუნე დაჭირდება. დაანგრეულია ყველაფერი ის რა ქვია. მე თუ რა ვიდა. განადგურებულია მთლიან ამერიკა ამას არ იზამთვალა, ამერიკა დაანებოს თავირობას და ერობას რა თაი პრობლემა აქვს. რუსი ამერიკა რო გაჩერდეს ამერიკა და ყველა ნექციოს ნახავ ბერლინში ვანი რუსი ბერლინში დაფრენდის მაგას. და გესებიც არიან მაგენი რა. არა, ისე მართალი ხართ ბატონო რომას შეიძლება მე ამ მომენტში ღირსებით არიან მაგენი მაგის. ტელემაყურებლებმა შეიძლება ჩათვალო რომ მეკორზებული, მაგრამ გეთახმებით იმაში რომ ღირსები არიან. ღირსები არიან, ღირსები. რა ღირსები? აქ ჩემი რაც გონდა და შევიდე, მიშა ვცდები, მაგრამ აქ რაღაცა დიდი აქ დიდი დაი საუკუნევანი მტრობადებს რა. კი ბატონო. ფერმინემ მაგათმა ვერ მოინელეს ერთი. ფრანგები ვერ ინელებენ რომ ნაპოლეონი რუსებმა დაამარცხეს და ბოლომდე გასცეს კი ბატონო გერმანელი ვერ ინელებენ რომ ჰიტლერი გაანადგურა სტალინმა? საუკუნის შემოწრიალე კაცო და მთელი ნახევარი ევროპა აქ მთელი მაშინ ჰიტლერი როსა ჰიტლერი რა მთელი ევროპა ებდოდა როგორც ახლა რუსეთს არ ებდოდა ევროპა კი ბატონო საფრანგეთი არ ებდოდა ყველა ებდოდა ესენი ხო მაგას კი ბატონო გერმანია ჰიტლერი ეკონომიკა ვინ დააკნა ფერზე რუსი პოლიტი საბჭოთა კავშირის ხარჯები მათ გვიე მაშინ ამერიკული და ჰიტლერის თავიდან მოსულ დროს ხო ამერიკული და ინგლისური ფული კი ბატონო მიისფერე მოძებდა ჰიტლერი იქ დაუწყო ჭირაობა იმას კი ბატონო ამ ეს ხელს ამზადებდნენ და აგენტური ტიმითები მოაწერეს და სადღაც წაკიდეს კი ბატონო მიუხედის პაქტის გარიგება რა იყო აქეთ შეგედი სადღაც მოსკოვში მოვიდა ჰიტლერი კერა მოსკოვა იყო მე დაეხმანა რუსო ეგრე რომ მოეგო ჰიტლერს მოგეწალდებაო და დაეხმანა და უნდა ორი დასუსტებული კი ბატონო ორი დასუსტებული იყო მაგ უნდა გაიგე და ორი დასუსტებულზე ნახევსო რუსი იგებდა და გამოვარდა მე სულ წაიღოსო და 44-ში დაიწყეს სექტემბერში მანამდე არ შემოვიდა კი ბატონო და ბერლინი დახმარება წაიღეს ხო და კი ბატონო რაღაც საფრანგეთის იყო წაიღეს რაღაცები ეს ყველა რუსების იქნებოდა კი ბატონო ეს ღვანძი დევს მაგაც ხო მაგრამ ამ ინგლისს და ამერიკას რა დაუშავა ეს დევს მაგაცი დევს რუსების ზის გამაჩი დევს არა მე სხვა რამეს კითხვა ეს უდად რუსების მესმის გეთანხმები რამაზ ბატონო მაგრამ მე სხვა რამეს კითხვა მინდოდა უყურე მე იმის თქმა მინდა რომ კაი გერმანია იმაზეა ამყრალებული რუსეთთან მიმართებაში რომ ჰიტლერის დროს დამარცხება. ჩუმი. ეს გასაგებია. საფრანგეთმა ნაპოლეონის პერიოდი ვერ აპატია, მაგრამ ინგლისმა და ამერიკამ რა წაართვა ამ რუსეთმა?
არ უნდა დიდი სახელმწიფო რა ალბათ რავი ჯანდება და არ უნდა ვიღაცა თავზე დიდი არ უნდა რა ჯანდება უნდა შეიძლება ამერიკა ბოდიში შეიძლება ცოტა შორს ავედი მაგრამ რამაზ ბატონო შეიძლება ამერიკას ის აქვს ალიასკა რო წაართვა მიზეზად მაგრამ ინგლისში არ ვიცი რა უნდა და კაცი გამოვიდა თქვა ხო ამერიკის პრეზიდენტი გამოვიდა რომ ომი დიბლო დაიწყო რომ რუსეთს მთელი პარდა ოფრიალეთო რომ ნატოში შევყვათ უკრაინასო გემებს დავაყენეს საავტომობილში და ამას გაგიჟდა რუსი რა კი ბატონო ხო ესე იგი ვინც ამოიგდა რუსი ხო მოვილაპარაკეთო თქვენ ნატო დავშარეთო ვარშავის დაგავორი რომ ნატო არ გაფართოვდებოდა ხო კი მოდიხარ ყველა მიიღო რატო ნატო არის რუსეთის ნამდვილ რატო ხო რუსეთის ნამდვილი ორგანიზაცია ხო საზღვართან მოდი კაცი გეუბნება საზღვართან მოდიხარ არა რა თქმა უნდა აქეთ საქართველოს ვიღებო აქეთ მხარეს მოდიხარ იქით უკრაინას ვიღებ მაგჩო ხო ეს ჩემი დაგიდა ჩემ ელზადები ჩემს საომრად ხო მაგრამ მეორე პრინციპი შემოგიშვადა ეხლა რუსკენ ვამართლებ კაცო მაგრამ რამაზ ბატონო დიდი სახელმწიფო ეხლა იქით მიდრე მეორე პრინციპიც არის მექსიკაში შეიყვანე ჯარი კაცო და მეორე პრინციპიც არის კაი სიტყვაზე ვთქვა და გვიღებს ნატოში სიტყვაზე ვთქვა ამერიკა გვიღებს ნატოში და ევროკავშირში შევდივართ ბიჭო უყურე კიდევ ვიმეორებ და ადრეს ვთქვი მე ჩემი გადაცემის ეთერით თუ უკრაინის ომი იყო უკრაინისთვის სტატუსის მიღების ვარიანტი და ამის გამო მიიღო სტატუსი. ჩვენ ხო კაი აფხაზეთის ომს არ ვეხები, წავედა. 2008 წელი ხო გამოვიარეთ. რატო არ მოგცეს ჩვენ ევროკავშირმა სტატუსი და რომ არა ღარიბაშვილის, ჩვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ზეწოლა მაშინდელი ევროკავშირის ხელისუფლებაზე. აი და არ ვიგნებოდით. არ ვიგნებოდით კანდიდატი. ის აი ძალიან ცუდ სიტყვაში ხარ ზურფასო ტერმოყოლო, მაგრამ ზუსტად ესე შეეფერება. ჟარგონულ სიტყვაში იყო ვიხმარ. პირდაპირ ეთერში მიაჩათლა ხა ევროკავშირის ის არა ქვია. ირაკლი მაგარია რა. უჭირესი კაცია. ანუ სხვანაირად არ გამოვიდოდა ეს სტატუსის მიღება. ხო ეგრე იყო ბატონო რა. რაც ხახო სუსემათი გამოვიდა. კი ბატონო, მაგრამ ეგრე გამოვიდა და. მაგრამ მე ისე ვიმეორებ, თუ ომი იყო უკრაინის ომი სტატუსისთვის, საჭირო ჩვენ ხო გამოვიარეთ 2008 წელი. რატო გვედავებოდნენ მაშინ? რატო წარმოგვედგინეთ ის 13 რაღაც ის რო იყო ხო ისი პუნქტი? ეს ყველაფერი. კითხვა მაქვს. ერთ გადაცემაში მე ვთქვი ადრე რამაზ ბატონო. ეს ევროკავშირი ჩემს ერთ-ერთ მეზობელს გავს მეთქი და რომ ეთქრეს რატო და იმიტომ გავს ჩემ მეზობელს რომ იმას აქვს ესეთი პრინციპი გვეპატიჟება. მაგრამ ღია ისია კარები ღია რომ ვერ შეხვალ და აზრი და მაგისთან დაპატიჟებას რა უნდა? არასაჭიროა ხო ხვდები? და ეგრე ევროკავშირის და ის ნატოს გაიფებიან ამადის ახლა. რამაზ ბატონო, მართალი ვარ თუ არა? გათამაშებიან და. არა. მართალი ვარ თუ არა, ბოდიში. აი, გათამაშებიან და აი, თქვა ელემენტარული გეუბნები რა. თუ თქვენ აგათამაშებიან და ამ აგენტების ხელით, ქართული აგენტების ხელით, ხო იცი, იმან თქვაო ხემ თქვაო რომ ნაჯახი რას დამაკლებს, ჩემი ჯიშის არ ერიოს. ო, რა თქმა უნდა. ო, ახლა აგენტები არ ყავდნენ. ერთიანობა ვიყოთ, რა თქმა მაგრამ აი, გათამაშებიან თორე. აი, ხო არის ამ ხელა ომია ევროპაში ხო? და ჩვენც ახლა თავი გაიგვიდი თქვა და რუსეთი გამარჯვდა ჩვენზე ხო? ერთი კუდი მოიქნიეს ხო ჩვენ ბუდღა დარჩება და იო შენ თუ ჩვენთვის გაიგინდა ხო? ახლა რა მომენტი რუსი არცალია ჩვენთვის ხელს ხელი მოაწოდე ურთიერთ საზღვრის დაცვის ხელშეკრულება როგორც აქვს შემოწერილი რუსეთსა და ბელორუსიას რა თქმა უნდა კი და რუსეთსა და სომხეთსა ხელმოწერილი მაგრამ კი ბატონო საზღვარს რუსეთი იცავს კი ბატონო ხო? კი ერთ საღამოს ხო შეგიძლია 15,000 კაცი გას თურქეთში. კი ბატონო. გადმოისწრო და აგერ არის მარნეული, აგერ არის სენაგიზ აგერ არის. არა, მაგას არ გააკეთებს რამაზ ბატონო. ისევ ჩვენები უნდა ჩაიყოსო. 500 300 კილომეტრი გამოიერო და თან დაცული არ ვიქნები ჩვენ. კი ბატონო, მაგრამ არ გააკეთე. ხო, რა თქმა ჩვენ. მე მისმენე ხო? მე ლაპარაკი თუ გინდა და რუსეთის კინემა თუ გინდა მე მანახე გას მე გეტყვი მაგრამ ეხლა მე დაუცველ მე არა, ეს გააკეთო. ბოდიში რამაზ ბატონო. რა გავაკეთო შეგაცო? რამაზ ბატონო. დიდი ბოდიში. შენ ხო მე ამას მიყენებ მე შენ მიყენებ რუსეთის წინააღმდეგ საკინგად მიყენებ და ეგრეა როგორც უკანა გამოიყენებ ცოდვა არა უკანა ცოდვა არ არიან არიან მაგრამ არავის არ აინტერესებს ხსენებთ არიან მაგრამ ცოდვა ხალხი კი ბატონო ხელისუფლების ავანტურის შედეგად უამრავი ხალხი დაწყდა უამრავი ჯარისკაცები დაწყდნენ ეგ არის სიმართლე ქვეყანა დაგარგეს კი ბატონო მაგრამ თქვენ თქვით რომ თურქეთიდან შეუძლია ამერიკის ერთ-ერთ შტატებს გადმოიყვანოს ჯარი კი ბატონო გეთახმები მაგრამ მე გეტყვით გავიხსენებ ერთ-ერთი ამერიკელი ექსპერტის თუ არ ვცდები CRU-ს თუ FSB-ს ყოფილი თანამშრომლის რომელიც სამხედროს და იმას აქვს ესეთი სიტყვები ნათქვამი ამერიკელი შეერთებული შტატების ჯარისკაცს ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცს საქართველოს გულისთვის
არავის არ მოაკლებინებენ. მომიხარა რიგა თუმცა იქნებოდა. ხო, მაგრამ სამშვიდობო მისიით რო შემოვიდონ აქ. ხო მიხარა გვა ჩვენ. არა, საომარ მოქმედებს. არა, ხელშეკრულება მოადრო ჩვენ თქვათ რომ რაც ტერიტორია რუსეთს მაგას არ ეხება და რაც დარჩენილი ტერიტორიით აიღოს. ხო, მაგრამ ეს რუსეთი მაგას არ დაუშვებს შავი ზღვის აკვატორიაში მაგის გაკეთებას. თუ ამერიკა შემოვიდეს. შავი ზღვის აკვატორიის თურქეთში ამერიკელი რამდენი ბაზაა ამერიკა თურქეთში? არა, მე სხვა რამეს გულისხმობ. ჩვენ მხარეს არ უნდა უშვებსვენ თქო. დაუშვები უნდა გაკეთო. ასე დაუშვე, ეხლა მომენტი რომ ეხლა ვერ დაეთქვის. ა პოლიტიკური ზეწოლა მოახდინოს. ეხლა მოახდინოს, ეხლა ვერ ამძერეთქვის. თან პრობლემა აქვს რუსეგერ. შენ თუ გინდა ჩემი გადარჩენა როგორც სახელმწიფოში და თუ ასე ვიშები, შემოდი რომ დამიცავი კაცო და ხო, მაგრამ სხვა სტაბილიზება მჭირდება. ბაზა გასცემი საფუძო 500 ბაზა გონია სუპერიორი და 500 იქნება საქართველოს გასცემი კაცო. მაგრამ რამაზ ბატონო. საფრანგეთის ბაზა აქვს სუპერიოში. საფრანგეთს. ვერ ხო აღარ? კი ბატონო. როდოშულია არა დაწვდებით და ჩვენ. ჩვენ ჭუდებით როგორც უკანა გამეღეს უკანებენ ჩვენ და ჩვენმა ხელისუფლებამ ჭკუა იხმარა და ახლა იმას აყვედრიდან 2 წელიწადი. უკანის ხელისუფლებამ ჭკუა ვერ იხმარა. 2 წელიწადი ამ ხელისუფლებას მაგას აყვედრიდან რომ ჭკუა იხმარა და ეხლა თურმე გამოვლინდა რომ სიმართლე ყოფილა. და გუში ნე პაპაშვილი რა ჩვენ ბიზნესმენ პაპაშვილის დასამცირებელი. პაპაშვილი და რა გინდა ბიჭო? ვინა სულხან პაპაშვილი? ო და ის შეურნეს დაცვის რო იყო რა. პაპაშვილი რა ბიზნესმენ რო არის. რომ გამოვიდა და საქართველოსიო ბიზნესიო არის ჩაგრებაო და რა გინდა რო თქვა. აჰო, ვის ხვდები ვიზედაც აბა. ის დასამცირებელი ეს თუ რატო თქვიეს? გვარამიაზე და ჯაფარაძეზე დამოკიდებული რომ დასანქციო მაგი შენ ხარ ევროპა და შენ ხო, მაგრამ ისინი იმათი აგენტები არიან და აბა მინდა ვინ ის ნათქვამს გაითავისინებს. სუსტი ბიჭი რო არის ბიზნესმენი გამახსენე გვარიაც. აი გაგაბასენა კაი მე ნახო. ბატონო რამაზ, ეხლა კიდე მინდა ერთ თემას შევეხო, ეს არის რადაში რო უკრაინის რადა, აი უკრაინის თემა შევეხეთ და უკრაინის რადაში რო დეპუტატების ამბოხი მოხდა. აი ყველაზე საინტერესო ფაქტია, თვითონ ის დეპუტატების მიხვდნენ რა ხდება და როგორ ხდება. ვინ ეკითხება, რაგაც უკვე აზამეს რა. მაგას ამენ დომებოდათ. კიდე მიხვდებიან მაგენი, მაგრამ ძალიან გვიანი იქნება. მე გეტყვი. ამას ხო აქ დააყენოს სამშვიდობო ძალებს. რუსეთს რა წაიღწაღები ქონდა, ნოვარუსია წაღებული იქნება. მის რო ჩააღონო ადმინისტრაცია აღონო შეგნით. დამშვიდობებით უკრაინის სიტუაცია, უკრაინები დაცხებენ ერთმანეთს. მოაწობა და მოხდა ეს ამბავიო. კი ბატონო. თვითონ დამშვიდობი ხავრობა და მე წამოყობს თავს ჩვენი პოლონეთი და და თავის მიწას მოითხოვენ ეთი. კი ბატონო, ეგრე ზუსტად ეგრე იქნება. უკრაინა დარჩება ეთი სამი საქართველოს ხელა რა. ო, რა, მარტო კიევის გარშემო რაც იქნება, ის იქნება რა. ხილსებიც არიან. ო. ეს უძუძა უხალაკ სახელმწიფო იყო და თავი მაგას მე ვინც არ გამამძახოს. მე ხო არა ნაციონალიზმის ბანკს არ ვუხმობ, მაგრამ საკაშვილში 2008 წლის აგვისტოში ყოლხურმა სისხლმა რაღაცა იფეთქა და მაგან ჯარს დანება გასწავლა გაჩერდითო. ხო. ამაზე მაგას ვერ მოხდა მგონია მეგიდან არ უნდა გაიჩერებია ჯარი. მიხვდა მაგის საშაყოფის თავი, ჩემი აზროვნებით. ზო და შეარჩერა წინამდებობა. ჯარი დაიფანტა და იმალე. თორე ჩვენ საკ ჯარი განწყობილი იყო სამომრად. კი ბატონო. ვინ გააჩერა ჯარი? ეს მიხვდა მიშა მაგას და დრომო ალბათ 10 წელი 5 წელი იტყვის მაგას. მაგაში ქართული რაღაცა სისხლმა, ყოლხურმა სისხლმა იფეთქა მაგაში და გააჩერა ჯარი. ქართული იყო მაინც მიშა და ქართული მოსელაკები და იფეთქა. ის ხო არ არის უკრაინელი. ახო საუზახო და მაგას არ ტკივა გული, არ ტკივა მაგას ხო უკრაინელის სისხლი არ ატკივა და ამას ეთქინა გული და გაჩერდა რა. საუნდა ნაციონალი პრეზიდენტი იყო ჩვენი და გაჩერა. მომენტალურად იმას ხნა. მიხვდა საშეატყვით და ხო ვერ იტყვის იმათიკაცია, ვერ იტყვის ამას. მომენტალურად იმას. არა. ჯარიში აღრენელი იყო საუმა და გაჩერა. ადუინიცაკავს, გაიტაკედანო, დაიმალეთო. ხო იყო ასე? კი, ეგრე იყო. თორე დარბარო გეცა გაწყდა, თემ ჯარი გაწყდებოდა, ყველა იომი და ქართველი, ყველა შემართებული იყო ჯარი, ხო? კი ბატონო. ესეც ხონდა უფასოდ მაგას. და სიმართლე ხონდა თქვა და. კი, რა თქმა უნდა. მიხვდა მაგას ეხლა ვერ იტყვის ამავთ ეხლა, მაგრამ დრომო ალბათ იტყვის. ამ აქ სიტუაციაში მე გეთახები რამაზ ბატონო, ეგ მომენტი უნდა დაუფასოთ. კი, მიხვდა. მაგი აგენტია, მაგათი დასწრული აგენტის იყო სიტუაცია, მაგა და. ქვეყანა მაგან დაღუპა, მაგრამ ბოლოში მიხვდა თავის შეცდომას. მიხვდა, რომ შეიტყვეს. მაგრამ ეს ხო ისი ვინ შეიტყვა? რამაზ რაისმა. რო ჩამოვიდა აგვისტოს ეს ბაკელის ამბავი იყო ყველა. არა, მაგრამ მე სხვა რამე მგულისხმობ, რაისი იყო ჩამოსული და იმან წააქეზა. იმან თქვა კაცო, მე გეგონაო რომ ქართველები 2-3 გულა გაძებდონო. ხო, მაგრამ ყავდა, ქონდა. მე თანდათვის ვიყავ და ჩვენ ებრეთაის მინისტრი. იმენ ხელი მეითმა რა ამერიკაში. ეზერაშვილმა მილიარდები იშოვა, მაგით.
ის იარაღებოდა აფრიკაში და იარაღი ჩამოწერა რუსად დაიღო და ეხლა იქ ტრაგედია დაიღო ახლა დათვალე მაგირა დაიღო და ორი ჩინასა დაიჭირეს. კი ბატონო. და ხიზგორები დაიღო რუსმა. კი ბატონო. კოდორის ხეობა 70 კილომეტრი ყოფილა კოდორის ხეობა აი სიგზეში. კი. სუტყე და ალკოდი ბუნება რა. ჩააბარა და აფხაზეს მაგი არ ჭდება არაფერში. აფხაზეს მაგი იყო ზედმეტი იყო რა. ზედმეტი იყო მაგათვისაც. შავა ხუტეც რა ხეობა რა. აი მე ერთ ფაქტს გავიხსენებ ზურფასო ტელემაყურებელო მეტნაკლებად კი არ არის სარწმუნო, თუმცა მე იმას გავიხსენებ, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში მაგ წაკითხული მე მაშინდელი გარდაცვლილია ის სარდალი ვინც იყო 2008 წელს რუსეთის მხრიდან. ბორისოვი. ბორისოვი გარდაიცვალა? ხო, გარდაიცვალა პანდემიის პერიოდში. იმ ბორისოვს აქვს მიცემული ქართულ ჟურნალისტთან აქვს მიცემული ინტერვიუ და ის ესეთ რაღაცას ამბობს ახალგორთან დაკავშირებით. მე ჩვენ რო ახალგორი გავწმინდეთ, თუ არავის არ ვეხებოდითო. და შევხვდითო გივით არ გამაძესო. კახალომაიას და კიდე დაასახელა თვალსწები უგულავა იყო იმაში. და უთხარი რომ შემოიყვანეთო თქვენო და ჩვენ გავალთო გაწმენდილი მარადიორებისგან. ადმინისტრაციაში მოიმარხო. თქვენი ადმინისტრაციაო შემოიყვანეთო, ჩვენო გავალთო მარადიორები გავწმინდეთო და გავალთო. და მაშინო დარეკავ მან რა ქვია, გივით არ გამაძესზე ამბობს. დარეკავ მაშინდელ პრეზიდენტთან სააკაშვილთან და სააკაშვილმა რა ვიცი მე რა უთხრა ამას და უთხრა რომ ეგ მაგის დრო არ არისო და დაუტოვეს იმას. ანუ ფაქტურად რა გამოვიდა? თვითონ ჩააბარა ის ახალგორი. გორუს სტალინძეგლი აფეთქეთა? აბა ის გორუს სტალინძეგლი აფეთქეთა. ამას ქართული არაფერი არ უნდათ რა. აი რა სიმბოლო სოფლიო ისტორიაში. სტალინის დიდ მხედართმთავარი არის ვინმე? არავინ არ არის. ალექსანდრე მაკედონელი თქვათ, ნაპოლეონი ხო ძლიერი, ბევრი ხო. ამას ძლიერი მხედართმთავარი ყავს. ჩვენ ქართველებს და კადროგდილია ჩვენ არაფასებს და სხვა აფასებს. ალექსანდრე მაკედონელი როგორ უყვართ? ფრანგებს ნაპოლეონი არ უყვართ? კი ბატონო. ბერძნებს არ უყვართ მაკედონელი. მაკედონიას და ბერძნებს, მაკედონელებს და ბერძნებს. მონგოლებს. თემურლენგზე გიждდები. ფუძე დახარული გაც. გიждდება ხალხი. თემურლენგი დახმთოლწმდა იყო. და სტალინი ირანის ფულზე ნადეშახი არ არის გამოსახული? გმირი იყო მაგალითად და ქართველებს ყავს პირველი მხედართმთავარი სოფლიოში არა ბადალი არ ყავს შენ კაცმა იძრები გააკეთა და ჩვენ ამას ჩვენ გუშინი ახალგაზრდა გამოსულა და სტალინი გორელი იყო ასე სტალინის სურათი ეხათა და ჯვარი ყოდასმული ნუ კითხოთ ახალგაზრდას იცი სტალინი ვინ იყო აი რატო აკეთებს შენ მაგას შენ ის გითხრა ის გააკეთო შენ დაფასებს ხო დაგიფასებს ხო და ყველაზე სადი გააკეთეთ რა უყურე ამ სტალინზე ერთი გართულება აქვს მე სტალინისტი არა ვარ მაგრამ მე სტალინის ბიოგრაფიას საკმაოდ კარგად ვიცი და სტალინზე ერთი გართულება აქვს საბჭოთა კავშირში იყო კი ბატონო გეთახმებით იყო მაშინ მაგრამ რო გამოეკიდებია რომ სტალინის დროს ეკლესია მონასტრებს აგრევდენო კი იყო მაგ პერიოდის მაგრამ ერთი უცნაური რაღაც მინდა ვთქვა 1919 წელს მაშინდელი საბჭოთა კავშირის პირველი პირი ჯერ კიდე საბჭოთა კავშირი არ იყო რსფ იყო ხო გახსოვთ და აი მაშინ საბჭოთა კავშირში იქნა 1922 წელს და მანამდე იყო რსფ ბოლშევიკური ხელისუფლება ლენინმა მაშინდელმა მთავრობის ხელმძღვანელმა ლენინმა განკარგულება გამოსცა რომელშიდაც ეწერა ესეთი რაღაცა რომ მაქსიმალურად შეავიწროეთ სამღვდელოება დაანგრიეთ ეკლესია მონასტრები და რომლებიც შემჩნეული იქნება არსებულ სისტემასთან ოპოზიციური განწყობით დახვრიტეთ ან გადაასახლეთ სხვადასხვა მიმართულებით. ეს კანონი რამაც ბატონო 1939 წელს გააუქმა ლენინმა, სტალინმა 20 წლის მერე. მანამდე ვერ გააუქმა და რატო ვერ გააუქმა მაგასაც გეტყვი. იმიტომ რომ მანამდე არსებულ ხელისუფლებაში უმრავლესობაში ებრაელები იყვნენ. მასონი ებრაელები. და ერთი წამი დავამთავრო და სტალინს რო აბრალიან იმას 1917 წელს რსფ-ს სახალხო კომისარიატი რომ მაშინდელი მთავრობის რო შეიქმნა 25 მინისტრი იყო ანუ კომისარი აქედან 22 ებრაელი მასონი იყო ერთი იყო სომეხი მიქოიანი ერთი იყო რუსი საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი გიორგი ჩეჩერინი ერთი იყო ქართველი იოსებ სტალინი სახელმწიფოს თანამეგობრთა საკითხებში სახალხო კომისარი მარტო ერთ კაცს რა უნდა გაეკეთებია 22 ებრაელის წინაშე მითხარით და ბოდიში და დავამთავრო და მე თქვით 1922 წლის 22 წელს ესეთი იყო კრესტინსკი გვარად კრესტინსკი იყო მაშინ პოლიტიკური წევრი ამ კრესტინსკიმ წარადგინა სტალინის გენდივნის თანამდებობაზე წარადგინა მანამდე მოლოტოვი იყო იმის წინ იყო ეს კრესტინსკი გენერალ-მდივანი და წარადგინა და დაამტკიცეს და რატო იცი
იმიტომ რომ მანამდე სტალინი იდიოტის როლს თამაშობდა და ეგონათ რომ იოლად მართავდნენ ებრაელები. მიხდი? ანუ რევოლუცია რუსეთში ხო მოაწყვე გერმანელებმა დააფინანსა კი, რა თქმა უნდა, კი. მოახდინა რევოლუცია რომ პირველ მსოფლიო ომიდან გათიშეს რუსეთს. რა თქმა უნდა. ამიტომ მოხდა ეს. კი ბატონო. რუსეთს ძალება ჩაიგდო ხელში ებრაელებმა, ხო? მასონებმა. მასონებმა ჩაიგდო. ებრაელმა მასონებმა. კი ბატონო. დღევანდელმა, რასაც დახეჩვენ, დღევანდელმა ხო, ჩაიგდო ხელში ხო. ეხლა ეძახიან მაგ მიმხარეს შოვინისტების ჯგუფს. აუდა. ვინ მართავდა? ლენინი, ტროცკი, კი ბატონო. ბუხარინი, ზინოვიევი, კამენევი და ევდოკიმოვა. ყველა ხო ებრაელები იყო. კი ბატონო. ეს ამათმა ხო, ამათი ბრძანებით ხო ეკლესიის დერჟინსკი კიდე. დერჟინსკი. ო. ჩეკას პირველი მხედვანელი. ამათი ბრძანა ხო ებრაელები, ამათი ბრძანა ანგლებდნენ ეკლესიის მომავეებს ხოცავდნენ და ანგლებდნენ რუსეთი ვერ დააჩვენეს და რუსეთს ართვეს სასულიერო წვენა წაართვეს. კი ბატონო. ამგვარად. სტალინმა იმდენი ომა ესენი ყველა ხო გაანადგურა. კი ბატონო. ნენა და 32-33 წელი იყო რომ ეკლესიებში აღადგინა 41-ში ომამდე. ომამდე აღადგინა, სწორედ პატრიარქი კი დაიბარა. ბატონო, პატრიარქი, არა, მიტროპოლიტი სერგი დაიბარა და აღადგინა პატრიარქობა. საქართველოს აღადგინა. კი ბატონო. ეს ამერე აღადგინა 47-ში. კი ბატონო, ხო, აღადგინა კაცო. ეკლესიები ხო ამათი გაფუჭებული საქმე ხო სტალინმა საწოლო დაებრუნა. კი ბატონო. ხო, სტალინი არ ებრძოდა ქრისტიან მართლმადიდებლობას. არა. ისინი ებრძოდნენ. აი, ხო, ხალხო რა. ეს ისტორია, ანაკეთ ისტორია გასა რა. საქართველოს ეს აი არ გავგეთებია? რატო კიდე დასათი ფიქრობთ რა? კი ბატონო, მე ბოლშევიკი ვიყო, მაგრამ საქართველოს აი გორსო გაცდებოდი იქეთ ხაშურისკენ, ქართველებმა ცხოვრობდნენ. ვინ გაასახა ნახევარ მინუტური? კარგი რა. მოდიში რა ბატონო. ქლუხორსა და იმის მიმდებარ ტერიტორიებზე ვინ დაუბრუნა საქართველოს? სოჭი და ქლუხორის ოლქი. ვინ ჩაასახლა ქართველები იქ? ახლა თურქი ვინ გაასახლა ადგილი ერთ ღამეში სამხრეთ ჯავახეთი ვინ დაუბრუნა ერთ ღამეში 350,000 თურქი მესხი გაასახლა აფხაზეთში ვინ დააბრუნა ქართველობა მაგათმა დააბრუნა სტალინის პერიოდში დააბრუნა ჩვენ არ ჩვენთვარე სტალინის პერიოდში დაბრუნდნენ ბატონო ავრენდნენ და თანო დააბრუნა კი ბატონო ვინ ჩაასახლა ქართველობა სამხრეთ ჯავახეთში სამწელო ვარი ადგენი ასკი კი ბატონო ესენი ვინ დააბრუნა ეს სტალინის პერიოდში ბერიას ხელმძღვანელობით ჩაასახლა გააკეთა ეს ქართულ საქმეები საბჭოთა კავშირი უკრაინას რო ამხანდა უკრაინაზე უფრო მეტი წარმოება იყო საქართველოს არა ვინ შეუქმნა უკრაინას ხელისუფლება ვინ შეუდა სტალინმა შექმნა ხო უკრაინის ხელისუფლება ვინ შექმნა ეკონომიკა იყო უკრაინის ეკონომიკის სტოლიკა კი ბატონო იყო ამდენ წარმოებენ ხალხები საქართველოს ვინ აღშენა ყველა ეს გესები გინდა რა მეტროს სტალინმა ოლუდა მეტროა რო გაიგონა რომ ამერიკა ატომურ რეაქტორს იგონებსო დაუდ ბერეს დაავალა სასწრაფო თბილისში მეტრო არა ეგ სხვანაირად იყო სიაში ბერიამ ჩასვა ეგისა სია და რო უთხრეს არა მეტრო საჭირო იყო რომ ხალხი დავიცვათო კი ბატონო მაგრამ სტალინს რო უთხრეს თბილისი არაო ამოიღეო და სტალინმა არა ამოიღეო პოლიტბიუროში ესე უთხრეს სტალინს რომ თბილისი არ არის საჭირო და სტალინმა პასუხი ესეთი რაღაცა გასცა რომ გარდა იმისა რომ ეს გადაზიდვისთვის საუკეთესოა ხალხთა გადაზიდვისთვის ასევე არის ატომური თავდასხმის დროს საუკეთესო თავშესაფარიო და დატოვეთო აი რა რუსთავი ვინ დაარსა კი ბატონო აი ვერ კაი ხონდა ახლა კარგით რა არ არსებობს ადამიანი ვისაც მინუსი არ ხონდეს მაგრამ ის პლუსები რო ხონდა ისიც ხომანის უნდა შევხედოთ იღა სტალინის არ ვარ მაგრამ ქართული კაცი იყო ბუმერაზე კაცი იყო და დაფასებდა და ქართული თუ არ დააფასებს სხვა დაგიფასებს კაცი ხო მაგრამ ესე იმას მიტყვიან საბჭოთა კავშირში ასე აღმაშენებელსაც ხონდა ხო დესპოტური დემოკრატია ასე იყო საჭირო კი ბატონო პოლიტიკური თამაში იყო მასეთი ასე იყო საჭირო ეხლა რომ დემოკრატია ესეთი ხარ იყო მეორე სოფლების დროს იმერის სხვა იყო სიტუაცია და ამერიკაში იყო დემოკრატია ევროპაში დემოკრატია იყო კაცო შედარებით ხო კაცმა ასე იმუშავა და გენიოსია, თელესოფლიო აფასებდა. შენ ქართველი რო ხარ, გორელი ხარ და აგახატია ზუგზე, ხალგადასმულია, არ თქვენია შილო. ეგ გორელი არ არის, თორე გორში მაგ ხვის ვერ ჩაყავს იქ. გორში არ უნდა იდგეს სტალინის ძეგლი. უნდა იდგეს. რა ხალხო, რა ჭირთ ხალხო, რა რიცი, ანუ ამათი შეშინი ამთავრობთ. ამათი შეშინი ამთავრობთ. ეხლა ბატონო რამაზ სათქმელიც არ არის, მაგრამ იმ ახლა ხალხო ვიყავი შიდა ქართლის რეგიონში. კი ბატონო. და ვიყავი იმაში რა ქვია, არის იქ ტყიავი და რო გადიხარ სანამ შინდისში გადახარ სოფელია იქ. და რო გადავდიოდი შინდისში, ხო? რო გავიარე. ვნახე ის რა ქვია, სტალინის ბიუსტი. დგას, ამ სოფლის ცენტრში დგას რა, სტალინის ბიუსტი. აი, თუნდაც უდაჩი მიიღო მაყურებელი ფასოტარა მეყოლო, რომ გამიხარდა, რომ ეს ბიუსტი დგას და არის მოვლილი. მოვლილია, ისინი იქაურებით ცემენ პატივს. მოვლიან იმ ბიუსტს.
ქართულმა შემორჩენილია, მაგრამ ახალგაზრდები სულთავობა მოდის რა. ხო და ვინც ჩემი ძღოლი იყო, ჩემი მეგობრის შვილია. ხო, თვითონაც ჩემი მეგობარია და ისიც ჩემი მეგობრის შვილია და იმან და მე არც დავკვირებიო, იმან დამიზახა, ხო და რომ მივედი გადმოვედი ნახევის არა. ხო და როგორ შეიძლება შენი ქართველია ხო? ხო უნდა ცეპატები. ბუმერად პიროვნება რა. ამერიკაში აფასებენ და ევროპაში იმას და ჩვენ არ ვაფასებთ. აი რა. ეს ოთხოა. უკან დაიმბრუნდა ვიზო და გეხმარებოდა. ერთი კაცი გამიცოცხლა კი ბატონო. ო. ან და ყირიმი უნდა მიეცა ებრაელების სახელმწიფო ჩამოყალიბები ყირიმის ხო იცი. კი ვიცი, გამოცი. სამიცით რო აჩვენა. ხო, მაგრამ ებრაელებს ხო შეუქმნა ისრაელში ხელსაწყო. კი, მაგრამ აქ უნდა რაღაც ყირიმი უნდა დამხმარე. ვიცი, მაგრამ ბენ-გურიონი ხო აცხადებდა პირველი პრემიერ-მინისტრი რომ სტალინის დამსახურება იყო იერუსალიმში მიმდებარე ისრაელში. კი ბატონო. ამათ უნდა ყირიმი ნახვა. რა თქმა უნდა, უნდა. ამა იმიტომ იყო იალტაში ის შეგება კონფერენცია რო ჩაატარეს, მაგის გამო ჩატარდა. კი, უნდა, მაგრამ აჩავე არხა, ხობა მარხა მაგება. ჭკვიანი იყო, იმას ვერ მოატყუებდნენ. კი ბატონო, აი რა. გვაგეს ქართულებს იჭგიან. ბატონო რამოს. ბოლოს შეკითხვას დავსვავ ძვირფასო. ჩემო ძვირფასო. და იმთვეტეს მე ახლა ძალიან გული შემტკივა დღევანდელ მომენტებიდან გამომდინარე ეს რაც ხდება დღეს ჩვენთან საქართველოში და მოკლედ შევაფასოთ 70 დღეზე მეტი გავიდა საპროტესტო აქციებიდან და ისევ არეულობაა ჩვენ ქვეყანაში დღესაც კი. უკვე 70 დღეზე მეტია გასული. და ჩემთვის ახლა ძვირფასო ტელემაყურებლებო, არც ამას ვამბობ და არც იმას ვამბობ, არც იმ პროტესტანტებს უჭერ მხარს გარკვეულ მიმართულებით და არც ხელისუფლებას არ ვაქებ არსებულ სიტუაციაში. ნება თქვენი. არა, მე სხვა რამეს ვამბობ ბატონო რამას. ანუ მე რას ვამბობ, იცი, კიდევ განმეორდები ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე ვგმობ ძალადობას ვგმობ იმ მიმართულებით, რომელიც ჩემთვის მიუღებელია. მე ყოფილი პატიმარი ვარ და ვიცი, რასაც ნიშნავს პატიმრობის შემდეგ ადამიანის ფიზიკური წამება. გამოვლინი მაქვს ეს ყველაფერი ჩემს საკუთარ თავზე და მე მხოლოდ ერთი რამის თქმა მინდა ბატონო რამოს. კი ბატონო, დააკავე ადამიანი, რომელმაც დაანაშაული ჩაიდინა. მაგრამ ნუ აწამებ. მიხდი? ვინ აწამებს, კაიც რა. არა, გარკვეული მიმართულებით იყო მაგის გადაცდომებიც. ეხლა ძალადობა როდის მასულ რაღაცა ხდება, არა, ბატონო. ყველი მე არ წამომიდგენია ბატონო შავლე. ესაც აი წინასად დატრენინგებული ხალხი გეთახმევით. დაიჭირო და ხალხაზდა. და ისო გაუპატრონებით, გავუქრებოდნენ. არა, ეგ აბსურდული სისულელია. მე სხვა რამეს ვამბობ, ბატონო რამას. არა, დაჭერიკას ვინცენს. არა, მე სხვა რამეს. 20 მაგინე და მე შემოარტყა ვიღაცა რაღაცა. ბატონო რამას. სხვა რამეს. არ ხდება ეს ამბავი ხა. არა, მომისმინეთ. აი ხალხო. უყურე ბოდიში მომიხდი, მე სხვა რამეს ვამბობ. ეს კამადელო ვარ ბათუმელი, ერთი ის არის პოდიუმატური და მეორე წენი არის ბათუმელი. არა, მე სხვა მხრივ მართულებით ვამბობ. მე იმას ვამბობ, ბატონო რამას, რომ არაერთმა ტელევიზიამ გააშუქა კადრი. და ტელევიზია სადა საქართველოს ტელევიზია. არა, მე კადრებს ვგულს. ევროკავშირი პარლამენტი მეუბნება იმ ხალბატონზე. ნუ ეს არის პოლიტიკური პარტიები გამოუშვებს. გებილი გონი ვარ კაცო. შეხედეთ ბატონო, კადრს შეხედეთ კადრს. სხვა რამეს ვამბობ ბატონო რამას, მომისმინეთ უკაცრავად. დიახ, მოდი. მე იმას ვამბობ ბატონო რამას, უყურე რა ხდება. მე ვგმობ იმას, რაც ჩემი თვალით ვიხილე. ახალგაზრდა გოგონა, პირველი მეორე კურსის სტუდენტი, ნახევრად შიშველი დედის თვალწინ ათრიეს წაღმაუკუმა პოლიციის თანამშრომლებმა. არ ვიცი. ეგ ჩემთვის მიუღებელია. ასევე ჩემთვის ხო, არა, გადაცდომებზე ვგულისხმობ და მაგას მოვთორე. 30 პოლიციელი ძალადობა იქით-აქეთ და ვიღაცა იმ პოლიციებში თორე მე იმასაც ვერ მოწყვეტ კაცო რა. მე ოპოზიციის მომიტინგების მხრიდანაც ვგმობ ძალადობას სისტემაზე. გოგონალოდ გაზ და ბოდიში და სიტყვას რომ ამე ვერ გაიმოს, აბსოლუტ პოლიციურია შენისაღარ და საქმის ორგანიზაციის ისაღარ ვიბუნე პოლიციას გადი იქნება. ხალხს და გოგო ერთხელ არჩერ იმას რა უნდა ვთქვა მაგასაც გმობ მე ეგეც ჩემთვის მიუღებელია სად დაიძადან აზრის ბინძურეს საიდან ეგ ჩემთვის ეგეც მიუღებელია კარგით რაღაც მოკლედ ძვირფასოდ სამშობლო თუ არ უყვართ ან რაღაც გახართ რა გინდა შვილებო აი ახალი არჩევნებს თქვენი ან თქვენ არჩევნების დანიშნად იგ ეკითხებათ რასაც გეტყვის გვარამია მაგას ასრულებს დაგრეგას მელია იმას ასრულებს ახლა ხო აღიარა ეს საკეთებ კაცო რა არჩევი რა აი ბატონო რამას ხო აღიარა ნანუკა ჟორჟოლიანი მე ვაფინანსებდი ამ აქციას ბატონო ეგეც ხო გაუგმა იუსაიდი ამერიკამ კი ბატონო მაგრამ არა ჟორჟოლიანმა ხო განაცხადა მე ვაფინანსებდიო 40 მილიონი ჩამოსულა რაღაც სულელებს ხო აფინანსდა ამერიკა გააჩერა ხო ეს ხალხი ასე ფინანსდა ხო ნახე ამერიკა ლაპარაკობს კაცო კიდე მეორე რაღაცა შეაჩერა ხო დაფინანსდა ხო გაფინანსეს გაყმირი ხალხი გონია ჯერა თქვენი ხო მაგრამ ეს ახალგაზრდობა რო ჩაიჭრეს სიმართლე მითხარი შვილო
სიმართლე მითხარი, სიმართლე თქვი და დაგიჯერებ. ვიღაცის დალაპარაკები კი არა, სიმართლე მითხარი. რა გინდა? ვიღაცის დათქვამს ამბობ, შენ რა გინდა? სად გაყავდა, რა გაყავდა? არ გინდა, რა გინდა ჩვენ მივეცით ხმას ზოგიერთ თემა და აღარ ვერ გიგე. საინტერესო რა გაყავდა, რა უნდა? არ გინდა, შენ არჩევნები მოვა, ბატონო. რამაზ ბატონო. საინტერესო ფაქტი რა არის? ის არ ამ დამთავრებდა გადაცემას ერთ რამეს ვიტყვი. არჩევნებამდე ადრეც ვილაპარაკეთ მე და თქვენ. არჩევნებამდე ნიკა გვარამია და ნიკა მელია ის პრეზენტაციებს აწყობდნენ ელექტრონული, იმას აქვია, საარჩევნო იმაზე, რომ გაყალბების ალბათობა საერთოდ არ იყო. ხო გვახსოვს ყველაფერს. ჩატარდა თუ არა არჩევნები, ახლა აცხადებენ გაყალბდაო, კაცო. მანამდე რომ ამხელა ოვაციებითა და ამხელა იმით ყვიროდე რომ არ გაყალბდებაო, ეხლა როგორ გაყალბდა, კითხვა მაქვს. ექსპერტები მოიწვიეს. ეხლა ექსპერტები მოიწვიეს. და შეამოწმეს აპარატურა. შეუძლებელია ამ აპარატურაზე ედეიგივე კაცმა ორჯერ მიცეს ხმა. კი ბატონო. ეს ყურთან ახლოს არ მიაქვს ეს ამბავი. ევროკავშირის წარმომადგენელი გეუბნება არჩევნებამდე წყვეტ შენთან ურთიერთობას არჩევნებამდე. იმიტომ რომ ქართული ხალხი გადაწყვეტს ვინ აირჩიოს და მე ვინც მოვა იმაზე კი ვინც ჩვენ ხალხს უნდაო ეს და ის დასწრებით მოვიდა მაგათთან ვარძელებ ურთიერთობას. ისე არაო. ისე არაო ხო. ხო ის ვიცოდი ჩვენო ისინი არ აღიარებდნენ მაგრამ ვინც უნდათ ის არ მოვიდა და ისინი არ აღიარებდნენ. ისინი ხო ყველანი არიან აგენტები ხალხო რა. კი ბატონო. მაგრამ ეს ახალგაზრდობა რო ჩათრეული ხალხი აზე მოდით რა გავამდე. ხაზე მოდით შულე არა ხარ თქვენ ჩვენი შულებები თქვენ სადღა იზარდეთ ბატონო რამას. ყველა არ ითქმა მაგრამ სულ აზე მოდით ბატონო რამას. შეიძლება მე 12 წელია ოცნება არის ხო? უკვე საკმარისია, არც გვინდა საკმარისია, ერთდაგივე ხალხი ხალხს ბეზდება რა. კი ბატონო. ბატონო ახალი სისხლი გვინდა მაგრამ ვინ კაცო? ბატონო რამას. დიდი ბოდიშის მოხდით ერთი რაღაცა მინდა ვთქვა. თქვენ აზრს ვითვალისწინებთ, მაგრამ მე ჩემი აზრი ჩამოვაყალიბე და ვთქვი, კიდევ განმეორდები ძვირფასო ტელემაყრებლებო. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს არც ერთ მხარეს, თავარი არის ერთი რამ. ორივე მხარიდან ძალადობას გმობ. ჩემთვის მიუღებელია ძალადობა ორივე მხრიდან. ჩემთვის ისიც მიუღებელია პოლიციელებზე რო ზალადობენ და ისიც მიუღებელია პარლამენტის შენობის დანგრევა რო უნდათ და მემორიალზე რო იმაში აქვია სიბინძურებს აკეთებდნენ 9 აპრილის მემორიალზე ისიც მიუღებელია გასაგები მაგრამ პოლიციამ თუ არის პოლიციამ თუ ძალა არ გამოიყენა მომდანი ბატონო საჯარო მანქანაში ჩაჯდება კაცო თუ არ დააჯიკავე თუ არ დაიჭირე ეგ დაგაგდაუგრიხე მაგხარ ეს გეთანხმები კი ანუ მომდანი ბატონო ჩაჯდება ჩაჯდება არა არ ჩაჯდება მაგაზე გეთანხმები მაგრამ პოლიცია ძალისმიერია არ მიყვარი ეხლა თუ არ ცეს პოლიცია მაგას ეხლა აღარავის აღარ ცეს დატომ იმიტომ რომ რო ამბობენ გახმაურდა და მაგის გამო რასა მოგაცო არ არღები კანონს და მაგიდო თვითონაც დაფრთხენ და მაგის გამო არა კანონს თუ არ არღები პოლიცია შენ არ შეგეხება ბატონო გააჩეთ რა როცა სტუმრზე მიდიხარ გაგაჩეროს როცა 20 კაცი ხარ და გზას კიდევ არ გაგითხარ გაიწიო კი ბატონო მაგაში გეთანხმები უნდა გაიწიო ხო მაგრამ არსებობს ანუ ყვირი ხარ შუა ქუჩაში რევოლუცია აგრეთვე გაატრო ყვირი ხარ შენ და მოუწოდებ ხარ რევოლუციისგან არ უნდა გითხრას გაჩერდიო რამაზ ბატონო გავიქი ეგეც არასწორია მაგრამ ხო არსებობს შეკრებისა და თავისუფლების კანონი ვინ არ ღვიძებს კანონი შენ აგერ გაჩერდი თუ არ არის საისა თუ საგზაო იმდენი ხალხი არა რაოდენობაში რომ გზა გადაიკეთოს ეს არ უნდა გადაიკეთოს კი ბატონო მაგაში გეთანხმები მე განანეგერ ვინმე უშლის ხეს თუ კანონს ადარღო მაგრამ სპეციალურად იწვევენ რომ აი რაღაცა მოხდეს ხო აი ზამოს რაღაცა მაგრამ ყველაზე ცუდი რამაზ ბატონო იცი რა არის ის ხალხი ჩაგრება რომლებიც აყოლილია აყოლილი არ მივა იქ უსაქმური ზოგიერთი საქმე გამოუშვა დღეს აი საქმე გამოჩნდა აი საქმეებს რა გიხდა ის თეატრი მოკლედ ბიზნესელი მყოფი რაღაც ახლა გამომჟღავნდა ის მსახიობი რო რუსეთში როლებს თამაშობდა და ახლა რო თამაშობს და დაფინანსება ქონდა რუსეთში. თქვენ არ ეცოდებათ კაცო. აგით რა. მოკლედ ბატონო რამას დღევანდელი ეთერი სოდვა ქვეყანა. დავამთავროთ ძალიან ერთი ორ წამიანი შეფასება გავუკეთოთ მთლიანი ამ კვირის მოვლენებისა და დავამთავროთ ასე მთლიანობაში. საიმედო ვართ. რასაც დაგზაც ამოდი იგივე გზას მიყვა ტრამპი, ბატონი ტრამპი აშენდა მის ოჯახი. ან მაგხურთები ტრამპდიგარი და ერია ილონ მასკის მასხარი დაუჭირა ხო ნახო? ნახოთ რა ვიცი რა, ხალხო იმედია ვართ რა.
აუგა ევროპა გამოვიდა გუში ველაპარაკა რუსები და ამერიკელები ჩვენ ნატო დაგვიძახეს ო არა ხარ გზი ბატონებო კი ბატონო ეგრეა ხო და გიჟბარა და ხა ესენი ჩვენ არ გეკითხებიანო კაცო და უკანო დაგეკითხებიანო აი სამი მივიდიან უარესები არიან მაგის როგორია როგორია დაჩაგროა ეხლა ნახო დაჩაგრო როგორია რომ ჩაგრავენ და ბატონო რამას ლიბერალები პოლიტიკის დასასრული ახლოვდება ბატონებო დასასრულის დასაწყისი დაიწყო კი ხადა ლიბერალური პოლიტიკა უნდა დასრულდეს მადლობა ბატონო რამას დღევანდელი გადაცემაში სტუმრობისათვის ბატონო მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო ასეთი იყო პოლიტიკური კვირა შევხვდებით შემდეგ კვირას 21 საათზე TV+-ის ეთერში გმადლობთ რომ გიყურებდით კარგად დამდებოდეთ